ვალია აქ საქართველოში ნებისმიერ ქსელურ მარკეტში რო იმუშაო მონები უნდა აი სრული ამ სიტყვით მნიშვნელობით ვიტყვი მე თვითონ ვარ ემიგრანტი ჩამოსული ვარ დროებით სამსახური რო იყოს არავის არა სიამოვნებს იქ წასვლა და იქ მუშაობა ყველას გვინდა ჩვენ სახლში ყოფნა და ჩვენ ქვეყანაში ყოფნა ყველას გვინდა კიდე ჩვენგან არიან ნაწყენები სახელმწიფო და რა ვიცი ყველა რა თქმა უნდა ჩვენ რო არ ვიყოთ რა ეშველებათ ჩვენ ზურგზეა საქართველო ყველაფრის უფლება წაგვარქვეს მის უფლებაც და რა ვიცი ძალიან არ ვიცი რა გვეშველება საერთოდ რა გვეშველება საქართველოს არ ვიცი არა რა ვიცი აი მე თვითონ გაოცებული ვარ მე თვითონ დაცლილია საქართველო მუშავრები არ არის სამსახური ფიზიკურად არ არის მე ვფიქრობდი რომ არ წავსულიყავ მე მუშავა აქ მაგრამ 700-800 ლარზე როგორ უნდა იმუშაო აქ უნდათ მონები დასაქმება სად არის ახლა დასაქმებული ადამიანი თუ უნდა დასაქმდე თბილისი უფრო შრომის უნარიანი არის მაგ საკითხში მაგრამ ტრანსპორტირება იგივე ანაზღაურება არაფერი არ არის რომ ადამიანმა თავი გაიტანოს როგორღაც დღევანდელ დღეში არ არის პროფესიით ხო რა თქმა უნდა რთულია და მე სოფლის ცხოვრება ძალიან ძნელი და მძიმეა ძალიან ძნელი ერთი სიტყვით რა არც აი როგორ ვთქვა ერთეულებიც არიან მაგრამ იმ ერთეულებსაც აღარ აქვთ ის საშუალება რომ დაგასაქმონ და რაღაცა გააკეთონ აღარ არის ფიზიკურად აღარ სოფელში აღარ არის ვისაც შრომა უნდა შულო საქმდება ახლა შრომა ყველას არ ეხალისება და ალბათ მაგის ბრალიც არის გარკვეულწილად თუ უნდა მონდომებული თუ არის იშოვის სამუშაოს და რაღაცას გააკეთებს ჩემი ოჯახის წევრები გაკრეფილებია გაქცეულები არიან ამ ვერაგი საქართველოდანა აი ზუსტად ეგრე აი ამ ბოროტ მოქმედი და ვერაგი ადამიანებისგან აი ახლა ვეძებს სამსახურს ამ ქონდა სამსახური აღარა ბანკიც არ მაწუხებს და საპატრულოში კიდე გადასახლელი ვერანაირად რა აი ვეძებს სამსახურს უკვე 5 თვეა ვეძებ ჯერ არაფერი რა გავაკეთო ამათ რომ მტკიცო ბანკსა ვეუბნები ვეძებ 5 თვეა ველოდები მითქი რა არაფერი დაცვის სამსახურში მუშაობდი თბილისში 2 თვე მუშაობ უბრალოდ წამოვედი იმის გამო რომ ბინა არ მქონდა რა თორე ხელფასიც კარგი იყო და ყოველდღიური იყო ეგ იყო რა ხა წადი წამოდი სადღაც 950 ლარი ხელფასი იყო და იქ დამხარჯვდა რა მაგის გამო დავანებე თავი